დაგვიკავშირდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც მოგვაწოდა აუდიო ჩანაწერები, რომლის შინაარსსაც ირკვეოდა, რომ საქმე შეეხებოდა კოალიცია ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერის ფარულ შეხვედრას, რომლებიც დღეისათვის დანიშნულ კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობის საკითხს განიხილავდნენ. გულისხმობ ეს აუდიო ჩანაწერის მოკლე შინაარსი გუშინ საღამოსო გამოაქვეყნა. დღეს დილით დაახლოებით 11 საათზე დაგვიკავშირდა ქართული ოცნების ლიდერი დავით დარჩია. და როცა დავით დარჩია მე საუბრებოდა, ის ითხოვდა, რომ ჩვენ მოგვეხსნა სასწრაფოდ ეს აუდიო ჩანაწერის შინაარსი, ბეჭდური ვერსიის ნაწილი გვერდიდან წინამორბედი შეხვედრაში ის განსაკუთრებულ ზომებს მიიღებდა, მან გარკვეული ზომების და აკონკრეტა და ამ დროს ჩაერთო საუბარში ია დოლიძე, ოზურგეთის ყოფილი პროკურორი, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს დღეს მისი საუბრიდან გამომდინარე ქართულ ოცნებაში და თავად ქართული ოცნების ლიდერზე დავით დარჩიაზე, რომელმაც მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მემუქრებოდა ეს მუქარა შეიცავს სიცოცხლისათვის საშიშია მე ვფიქრობ მისი გავლენიდან, მისი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გავლენიდან გამომდინარე პირველ ყოვლისა ადგილობრივ ხელისუფლებაზე და ქართულ ოცნებაზე სერიოზული საფრთხის შემცველია და მოვითხოვ პროკურატურიდან, ეხლა შემაქვს განცხადება ოზურგეთის პროკურორის კახა კოჩევარის სახელზე და მოვითხოვ პროკურატურიდან, რომ მან მიიღოს აწარმოოს სისხლის სამართლებრივი და ახსნა სისხლის სამართლის საქმე აღძრას, ვინაიდან საქმე ეხება სამ მუხლს. პარალელურად მიმართა უწყებათა შორის კომისიას, რომელიც სამი პირველი სიცოცხლის მოსმენა, მეორე ჟურნალისტების ხელის შეშლა და მესამე საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მოგვეხსენება და განსაკუთრებული მდგომარეობა და თავისთავად მესამე მუხლი ამას ეხება. თვითონ ვიდეო ჩანაწერის, აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნების უფლება რამდენად ჰქონდათ, როგორც დავით დარჩია და ია დოლიძე აცხადებს, ეს აუდიო ჩანაწერი პირად საუბრებში კი არ უნდა გადაწყდეს, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, თუ ისინი თვლიან, რომ კანონი დავარღვია, უნდა მიმართოს სასამართლოს. პირად საუბრებში საქმის რჩევა მუქარა. უბრალოდ აქ საუბარი იყო კიდე იმასთან დაკავშირებით, ეს ჩანაწერი გააკეთა ლადო მენამდემ და ამასთან დაკავშირებით რას გვაქვს? გამორიცხულია, მაგრამ მე როგორ გავაკეთებდი ჩანაწერს ორი ადამიანი საუბრობს და უჩინმაჩუნის კვიდი ხო არ მახურავს. ორი ადამიანი საუბრობს და ორი ადამიანის საუბარია ჩანაწერი. მე თუ ვიმყოფებოდი ამ შეხვედრაზე, თავისთავად შემეძლო ჩანაწერის გაკეთება და ჩემი ჩანაწერი გააკეთა ლადონენაზე, ესეთი ინფორმაცია გავცეთა თვითონ კოალიციის წევრები დგა. გასაგებია, მაგრამ არ გამიკეთებია, მე გავავრცელე, ჩვენ მოგვაწოდა ერთ-ერთმა მოქალაქემ. და არსებული კანონმდებლობით სრული უფლება ჰქონდა ეს ჩანაწერი ჩვენ გამოგვექვეყნებინა, ვინაიდან საზოგადოებრივი ინტერესი არის ცხოველი.